დება. და აი ეს სოკო გავაკეთოთ, როგორც გითხარით, ქვია წიწილფეხა, რავი, ესე ეძახიან. რატო ეძახიან, ვერ გავიგე. წყალში უნდა ჩაყაროთ ესე და ზემოდან დააღუროთ და წავიდეთ ცეცხლში. აი ეს. ესეთი კარგა ისოქნა. ხაუ ცეცხლოვანი სამზარეულო მაგარია რა. ცეცხლი რაც აკეთება, ყველაფერს აქვს მაგარი გემო რა. აი ეს. ეხლა ეს წიწილფეხა უნდა ადუღდეს. წყალი უნდა გადაუწურო, კიდე წყალი ჩავასხა, კიდე ერთხელ ორჯერ უნდა გადაუწურო წყალი და მე ხავს დავჭრიწულად, ცოტა ზეთიან კარაქი და შევწოდე იქნება მაგარი რა. გაი ახლა გამოვიდა.